ანუ ქართული ოცნება ამას აკეთებს. ამიტომ ახლა რასაც თქვენ საუბრობთ აი ამ გეგმაზე, მე ვიკითხე რომ ეს მარტო თქვენი კოალიციის აზრია, თქვენ საუბრობთ ამაზე, სხვა თქვენს დანარჩენ კოლეგა ოპოზიციონერებთან და მათი აზრები როგორია ამასთან მიმართებაში? ჯერ კიდევ დრო და შანსი სამართლიანი გარემოს პირობებში არჩევნების ჩატარებისა არსებობს და მოდი ეს შანსი დავუტოვოთ მათ შორის იმას, ვინც ამას ამსახურებს ქართულ ოცნებას. ჯერ კიდევ ეს შანსი არსებობს, თუმცა დრო ძალიან მცირეა, მაგრამ ასევე არსებობს მიმართებები ოპოზიციაში. ოპოზიცია სრული შემადგენლობით როცა ჩამოყალიბდება, რომ ნებისმიერი ტიპის არჩევნები ამ ვითარებაში, ამ მდგომარეობით, გაუქმების პირას მყოფი ტელევიზიებით, უკვე დაკანონებული კარუსელებით, როგორც თქვენ ამბობთ, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ამ კარუსელებს არავითარი სამართლებრივი დაკანონება ზედმეტი არ ჭირდება, იმიტომ რომ ეს ისედაც გადასარევად ხერხდება ქართული ოცნების მიერ, მაგრამ მაინც ჯერ კიდევ რომელიღაცა პოლიტიკური ძალები ჯერ კიდევ პოულობენ თითქოს შემოკავებელ გარემოებებს, რომ არისაუბრონ სრულფასოვან ბოიკოტზე. ქართულ ოცნებასთან არ თანამშრომლობის რაღაც გარკვეულ გამონაკლისებზე და არ თანამშრომლობიდან გამონაკლისი არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, კომისიაზე მისვლა და ასე შემდეგ, ხო მართლა აქ უნდა გითხრათ, რომ არავითარ შემთხვევაში ხოლმე არანაირ კომისიაზე არ მივახსენებთ, არც განვიხილავ ამ მომენტს ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, რაც შეიძლება დადგეს. რას ელოდები, ბარემ მაშინ აქვე გკითხავ. ამ შემთხვევაშიც გირაოთი დაკმაყოფილდება, როგორც დაუშვათ ხაზარაძე ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში, თუ უშვებ, რომ შესაძლოა ნიკა გვარამიას ხელახლა დაჭერაც მოისურვოს ივანიშვილმა. აი ამაზე გიფიქრია მზად ხართ ამისთვის. არა, თუ ნიკა გვარამია დაიჭირეს, იმიტომ რომ ვიდეო მასალა ჰქონდათ მისი ცოლი, ქალიშვილი და ძაღლი როგორ გადმოვიდნენ მანქანიდან და რეალურად ამის აბრძოლს დამიჭირეს და სალამ ზურაბიშვილი რომ არა ეხლა ციხეში იქნებოდი, რატო არ უნდა უშვებდე? შეუძლებელია პროგნოზირება უკანონობის. უკანონობა ირაციონალურია, მისი პროგნოზირება შეუძლებელია. მე რომ ვიცოდე, რომ კანონის მიერად რაღაცა ოდნავ მაინც მოიქცეოდა ხელისუფლება ან სასამართლო ხელისუფლება, მაშინ შემეძლებოდა რომ ამაზე პასუხი გაგცეთ. მაგრამ ეხლა ამაზე პასუხის გაცემა არ შემიძლია, ერთ-ერთი რაც შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ ეს არ მაგელვებს. საერთოდ ეს საკითხი არ მაგელვებს. მით უმეტეს, რომ მასობრივი დაჭერების მოლოდინში მაინც ვარ და გაგიკვირდებათ რა, აი რომ გადავალ დღევანდელი ჩემი სტატუსის ახსნაზე, მე გეტყვით რატომაც გირაოს გადახდა საპირებთ ნიკა თუ გირაო დაგიწეს ეს არ ვიცი სხვა შორის ამაზე დიდად რო გითხრათ არ მიფიქრია მე არა ვარ განწყობილი საიმისოთ რომ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის რომ დამიჭირონ იმიტომ რომ ბევრი საქმე მაქვს გარეთ მაგრამ მისვლით არ მივალ ეს არის ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი გირაოს გადავიხდი თუ არა ამაზე მოვიფიქრებ ამაზე მარტო ჩემ განწყობილებას არ ვიტყვი თავის დროზე ეს ვთქვი და ჩემი მეგობრების განწყობილების გამო ეს შევცვალე მაშინ ტელევიზიას ვაკეთებდი და ამის გარეშე ეს არ გამოვიდოდა მე მყავს პარტია რომელმაც ჩემთან ერთად უნდა მიიღოს ეს განწყობილება ამიტომ ამაზე არც მიფიქრია მაგრამ კიდევ ერთხელ გეტყვით ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი არ არის დამიჭერენ თუ არა ამის გამო ჩემთვის გადამწყვეტია ის რომ ლეგიტიმაცია სამხელისუფლებისას ჩემი იქ მისვლით მე არ ვაღიარებ და სწორედ იქ მიმსვლელი ყველა მგონია დამხმარე ქართული ოცნებისა იმაში რომ მის ლეგიტიმაცია რაღაც თვალსაზრისით ოდნავ მაინც 1 მილიმეტრით მაინც მაგრამ წინ წაიყვანოს იმიტომ რომ თუ შენ არ აღიარებ ორგანოს რომელიც გიბარებს დაკითხვაზე არ შეიძლება მასთან მიხვიდე და პასუხები გასცე მით უმეტეს როცა ეს ორგანო ამისგან აკეთებს სანახაობას და სანახაობის შექმნაში გიყენებს შენ ამის გაკეთება უბრალოდ არ შეიძლება ამიტომ მივესალმები ლელოს ლიდერების გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით და ასევე გამბედაობას იმ მიმართულებით რომ მიუხედავად მათზე დაკისრებული ბრალისა და ჯარიმებისა ისინი სულად უშიშრად ხვდებიან ამ ყველაფერს. ეს მისასალმებელია და მე ვაპირებ ზუსტად იგივე მოდუსით ვიმოქმედო. გავაგზავნოთ ის თემა, რაზეც ვსაუბრობდით ოპოზიციის მოქმედებასთან დაკავშირების და არჩევნების. ხო, რაც შეეხება
ოპოზიციის მოქმედებას მე მგონია რომ ნიკას ჰქონდა მელიას გუშინ წინ თუ არ ვცდები სტატუსი ამასთან დაკავშირებით შესანიშნავად ჩამოყალიბებული და ძალიან წყობრი და ლოგიკური ასე ვთქვათ თანმიმდევრულობით აწყობილი. თუ შენ საუბრობ იმაზე რომ გინდა რომ დასრულდეს ამ საკითხზე საუბარი, მაშინ უნდა თქვა რომ არა და დასრულდება ამ საკითხზე საუბარი. თქვენ ხომ იცით რომ მედიის ინტერესი ადგილობრივი თვითმმართველობის გამოცხადებამდე, ვიდრე ოფიციალური პასუხები არ გაირკვევა, ყოველთვის იქნება შეკითხვა, შედიხარ თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. მე ძალიან მიკვირს, როცა პოლიტიკოსები და არა მხოლოდ პოლიტიკოსები აკეთებენ განცხადებას, რომ ახლა ამაზე ლაპარაკის დრო არ არის. თუ ამაზე ლაპარაკი არ გნებავთ, მეგობრებო, მაშინ ერთხელ და სამუდამოდ პასუხი უნდა გასცეთ და დასრულდება ამაზე ლაპარაკი მყისიერად. აღარავით არის შეკითხვა არ დაისმება მეორეჯერ. მაგრამ ვიდრე ამაზე ბუნდოვანი პასუხი ან საერთოდ არ არის პასუხი, მუდმივად ამაზე იქნება ლაპარაკი. ანუ გახარია საქართველოსთვის და ლელო ძლიერი საქართველო ამბობენ რომ ახლა ეს არის ივანიშვილის და შემოგდებული თემა და ახლა ამაზე საუბრის დრო არ არის, მათ გულისხმობთ ამ შემთხვევაში. არასწორი პასუხია, ასარჩევად გვაქვს საქმე, ეს ან არის არასწორად გააზრებული პასუხი და შესაბამისად არასწორი პასუხი, ან არის მაყურებლის თუ რა ვიცი ამომრჩევლის შეგნებულად შეცდომაში შეყვანა, იმიტომ რომ რატომ ნიკა? აი საინტერესოა რატომ? იმიტომ რომ ჯერ კიდევ ვფიქრობ, შეხვიდე თუ არა არჩევნებში, მარტივია. რატომ ნიშნავს ეს მაგას, რომ ჯერ კიდევ ვფიქრობ, შეხვიდე თუ არა არჩევნებში? იქნებ ისინი ამაზე კონკრეტული პასუხის გასაცემად დაუშვათ ზაფხულში აპირებენ კონკრეტული პასუხის გაცემას და არა ეხლა. იქნებ მათ თავისი გეგმა აქვს. გასაცემად დღეს, ხო? არა, შევთანხმდეთ, რომ თუ ზაფხულში აპირებ რაღაცაზე პასუხის გაცემას, ესე იგი დღეს არ ხარ პასუხის გასაცემად მზად, ხო სწორია? აი მე გეკითხებით თქვენ, მოდი დაშვებითი ფორმით გკითხოთ. ქალბატონო ეკა მიშველაძე, თქვენ რომ პოლიტიკაში იყოთ დღეს რას მიპასუხებდით? შეხვიდოდით თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში? გააქვთ ამაზე პასუხი თუ ამ მოცემულობაში ნიკა, მათი პასუხი არის ასეთი, რომ ამ მოცემულობაში ეხლა მე არ შევიდოდი და მე ძალიან კონკრეტული პასუხი მაქვს ამაზე, რა თქმა უნდა, მაგრამ ხომ უნდა დავითვალისწინოთ მათი სტრატეგიაც. არა, რატომ მეუბნებით? აბა თქვენ მოცემულობები არ შეიძლება რომ გქონდეთ. თქვენ შეიძლება ვარიანტები გქონდეთ, შესვლის, არ შესვლის და ასე შემდეგ. ჯერტი ჩვენ არ გაგვიგია რა მოცემულობა უნდა იყოს ისეთი, რომლის პირობებში თქვენ შეხვიდოთ, ანუ რა უნდა შეიცვალოს დღეიდან ხვალამდე, ხო? ეს არ გაგვიგია. მეორე, თქვენ ძალიან კაფიოდ პასუხობთ. მე არ შევიდოდი. ასევე პასუხობთ მე და ჩემი კოალიცია. ჩვენც არ შევალთ. სხვა როგორ პასუხობს ეს მისი პრობლემაა, მაგრამ ჩვენი უფლებაა რომ შევაფასოთ. ყოველგვარი კონფლიქტების, ყოველგვარი პოლიტიკური ნიშნის მოგებების და დამცირებების გარეშე. ჩვენ ვამბობთ, ჩვენ შევიდოდით, ვინც ვერ ამბობს ამას, ვიმიჩნევთ რომ ჩამოყალიბებული არ არის. ამ ვითარებაში არ იყო ჩამოყალიბებული იმაზე, სრული არ თანამშრომლობა კონდეს რეჟიმთან თუ არა, არის უცნაური. რბილად რომ ვთქვათ, ლელოსა და გახარიას პოზიციებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა. კი, გასაგებია ნიკა, მაგრამ აი იცით აქ არის ხო, მოდი პარტიას ეთყობა რომ იგი კომისიასთანაც აპირებს მისვლას და ძალიან მაღალი ალბათობით თუ ამას გააკეთებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც შევა რაც არ უნდა შეიცვალოს თუ არ შეიცვალოს ეს ჩემი აღქმა და მაშინ მაინტერესებს მათი ხელმოწერები პრეზიდენტ ზურაბიშვილის ამ კონკრეტულ რაღაცა ინიციატივასთან დაკავშირებით ამას რა ბედი ეწევა. ხო, მანამდე მაისი გაქვს გასავლელი, სხვა შორის, როცა ბოლოვა და გახარიას პარტიისთვის პარლამენტში დაბრუნებაზე უარის თქმის ან თანხმობის. გახარიას წარმომადგენელი დღეს იქნება ჩემი სტუმარი, მე მასთან ამ შეკითხვებს დავსვავ, მაგრამ აუცილებლად ვკითხავ, რა თქმა უნდა, თავისთავად ეს. იცით როგორ კითხეთ, ეკა? იცით როგორ კითხეთ? აი ეს 12 ადამიანი, რომელიც ამ ცესკოს ყალბი მონაცემებით გავიდა პარლამენტში, აი ეს 12 რო არ შევა და ამას გეტყვიან, რომ ჩვენ არ შევდივართო, შემდეგი 12 რო შედის სიით და ქართული კანონმდებლობით, აი 12-ზე თუ აქვს პასუხისმგებლობა, რომ იქიდანაც არავინ არ შევა, სიით შემდეგ 12-ზე. თუ უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს 12 არ შედის და სიით შემდეგი 12 რას იზავს, უბრალოდ მათ არ იციან.
აი ამ ფორმითაც კითხეთ თუ შეიძლება. კარგი, გახარი არ წარმოადგენს ახლა ჩემი გასაგებია, მაგრამ კიდევ ერთი კითხვა უნდა დავსვა აუცილებლად თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით და გეტყვი რატომ. იმიტომ რომ აი შესაძლოა პოლიტიკურ, მე ამას დაშვების დონეზე ვამბობ, თუმცა ამ პარტიების წარმომადგენლებისგანაც მოსმენილი მაქვს და მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ისინი ამ მოცემულობით არ აპირებენ თვითმმართველობაში მიღება მონაწილეობის, მაგრამ ერთი საკითხიც არის. რატომ უნდა თქვან? რატომ უნდა თქვან? აი ეხლა რატომ უნდა თქვან? ხო და ეხლა რატომ უნდა თქვან? როცა გეკითხებიან პასუხი, ერთსა მე ხო არ ვეკითხები. თქვენ ეკითხებით, თქვენს ეთერში ისმება ეს კითხვები. სხვა მშობლებიც ეკითხებიან, პატიმრების მშობლები ეკითხებიან, მიტინგზე მდგარი ადამიანები ეკითხებიან, საქართველოს მოსახლეობას აქვს აზრი. რატომ უნდა ვთქვა? ეგეთ პასუხი გაგიგიათ პოლიტიკოსისგან? რას ნიშნავს რატომ უნდა ვთქვა? რას ნიშნავს პასუხი რატომ უნდა ვთქვა? დამალობანას თამაშია? ვერ ვიგებ რას ნიშნავს პასუხი რატომ უნდა ვთქვა? ბიძინასგან შემოგდებული თქვენ არ ელაპარაკებით მათ ამ თემებზე? თქვენ ხო გქონდათ საერთო ფორმატები ამ დრომდე? ის პასუხი რომელიც ახლა თქვენ თქვით, რატომ უნდა ვთქვა? პირდაპირ გეუბნებით. უკან დასახევ გზებს, როცა რეჟიმთან სრულმასშტაბიანი ომი გაქვს გამოცხადებული. როცა ყოფნა არ ყოფნის საკითხია შენი სამშობლოსთვის, ნებისმიერი ბუნდოვანება, ისეთი აბსურდული და ბოდიში სულელური პასუხი როგორც არის, რატომ უნდა ვთქვა, ჯერ კიდევ 7 თვეა თუ 27 თვეა, ჯერ ეს 7 თვე ბოლოს 3 თვის განმავლობაში როგორ არის ისევ 7, ეს ვერ დავადგინე ხო? ნებისმიერი ესეთი პასუხი არის უკან დასახევი გზების დატოვება რეჟიმისთვის. გასაგებია ნიკა, თქვენი პოზიცია გასაგებია, თუმცა მე მაინტერესებს ერთი რამ. თქვენ ხო გაქვთ საერთო ფორმატები, თქვენ ხო ერთმანეთს ხვდებით, თქვენ ხო კოორდინაციის რეჟიმში ხართ, თქვენ ბოლო დროს სალომე ზურაბიშვილთან აღარ მახსოვს იყავით თუ არა, მაგრამ მე ის სტატუსებიც მახსოვს, სხვათა შორის ზუსტად შენი, სადაც რაღაც გარკვეული უკმაყოფილება იყო გამოთქმული, იგივე 31-ში მის სიტყვასთან დაკავშირებით იგივე აი ამ კოორდინაციასთან დაკავშირებით, ხო, შესაბამისად ერთმანეთს ამაზე არ ელაპარაკებით, აი ეთერით რატო ლაპარაკობთ თქო, ეს ვერ გავიგე. არა, არაფერს არ ვლაპარაკობ, თქვენ მკითხეთ, მე გიპასუხეთ. მე არავისთან არ მჭირდება ეთერით ლაპარაკი. რა თქმა უნდა, უშუალო საუბრებში ამაზე ვსაუბრობ. რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიციები განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს ამას არავინ არ მალავს. არც ისინი თავად, არც ჩვენ. სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო არის ჩვენი პოზიცია. კოორდინაცია არის მეთოდი. კოორდინაციაზე შეთანხმება არის მეთოდზე შეთანხმება. როცა მეთოდზე თანხმდები, არ შეიძლება იქვე მიზნებზე შეთანხმება არ იყოს. და მიზნებზე შეთანხმებაში არ შეიძლება არ ეწეროს რეჟიმთან სრული ართანამშრომლობა. რა გავიგეთ ჩვენ სალომე ზურაბიშვილის სიტყვიდან? 327 ჯერ მოსმენილი ახალი არჩევნები და პატიმრების გათავისუფლება და რა იყო ამაში ახალი? რა შუაში იყო ახალი 31 მარტის შეთანხმება, ხო? ჩვენ ხო სალომე ზურაბიშვილს არ ვაკრიტიკებთ ამ წუთში. ჩვენ ვამბობთ მოცემულობას. ჩვენ პოზიცია იყო ეგეთი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სრულმასშტაბიანი ბლოკირება კონდეს რეჟიმს თანამშრომლობის კუთხით, თუ ეს არ იქნება ასახული დოკუმენტში, ჩვენთვის ეს ახალი არ არის და ამიტომ ჩვენ არ დავდგებით სცენაზე და არაფერი ხელმოწერების ცერემონიალი არ იქნება. ზუსტად ამიტომ არ შედგა ის, რასაც ახლა მე ვლაპარაკობ. კარგი, ნიკა. ეს იყო დაგეგმილი, პირდაპირ გეუბნებით. ამიტომ ვერც ესე ვერ იქნება, ჩვენ ვერ გავიბლანდებით ფორმალისტურ ტყუილებში. ჩვენ ვერ გავიბლანდებით ცერემონიალურ სანახაობებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ცვლილებები. და ცვლილებები ვერ მოხდება, მანამ ვიდრე ჩვენ არ ვიქნებით გულწრფელები ერთმანეთის წინაშე საჯაროდ და ჩვენ აბსოლუტურად ყველა გზას არ მოვიჭრით რეჟიმთან სათანამშრომლოდ. და იმ საკითხებზე ან საერთოდ არ საუბარი, ან კითხვის შემოbrunება უკან, ან ბუნდოვანების დატოვება არის ჯერ კიდევ შანსის დატოვება რეჟიმთან. გავიგეთ თქვენი პოზიცია. ჩვენ ამას ასე უყურებთ. არავის არ ვადანაშაულებთ, ეს არის ჩვენი პოზიცია, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ, ამიტომ ყველა უკან დასახევ გზას ვიჭრით ამ მიმართულებით.